ფსიქოტროპულ მედიკამენტებზე რეგულაციები მკაცრდება უკვე მზად არის კანონპროექტი, რომლის თანახმადაც პრეპარატების უკანონოდ გაყიდვა სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას დაექვემდებარება. კანონის ძალაში შესვლის შემდეგ მედიკამენტის ურეცეპტოდ გაყიდვის შემთხვევაში ფულად ჯარიმასთან ერთად ფარმაცევტს და აფთიაქის მფლობელს ან პატიმრობა ან ლიცენზიის 10 წლით ჩამორთმევა ემუქრება. 99.99% ნივთიერებების შემცველი კომბინირებული პრეპარატებისა გაიცემა აფთიაქი და ურეცეპტად. კუსტარულად დამზადებული ნარკოტიკების მომხმარებელთა რიცხვი საქართველოში 45,000 აღწევს. სპეციალისტების განმარტებით ამის მიზეზი ფარმაცევტულ ბაზარზე ფსიქოტროპული მედიკამენტების უკანონოდ გაყიდვა. კანონპროექტი, რომელიც ამ პრობლემის დარეგულირების მიზნით მომზადდა, ფსიქოტროპული პრეპარატების ურეცეპტოდ გამყიდველს სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას აკისრებს. უკვე არსებობს იმ პრეპარატების ჩამონათვალიც, რომლებსაც მომხმარებელი მხოლოდ ექიმის დანიშნულებით შეიძენს. ცვლილება შეეხება კოდეინის, ეფედრინის, ფსევდოეფედრინის და ნორეფედრინის შემცველ კომბინირებულ სამკურნალო საშუალებებს. კოდეინის შემცველი კომბინირებული პრეპარატები გადადის ნარკოტიკული სამკურნალო საშუალებების ნუსხაში და მასზე ვრცელდება იგივე წესები და მიმოქცევის დადგენილი წესები, რაც ნარკოტიკულ საშუალებებზე. შინაგან საქმეთა მინისტრის ინიციატივით მთავრობის წევრებმა უკვე განიხილეს ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე კანონპროექტი. მინისტრის განმარტებით, რეცეპტის გარეშე ფსიქოტროპული და ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი პრეპარატების გაყიდვის შემთხვევაში მკაცრი სანქციები არა მარტო უშუალოდ გამყიდველის წინააღმდეგ, არამედ აფთიაქის ხელმძღვანელის მიმართაც გატარდება. რეცეპტის გარეშე ამის რეალიზაცია პირდაპირ ითვალისწინებს სისხლის პასუხისმგებლობას და 15-დან 20 წლიდან ფარმაცევტული საქმიანობის საკრძალვას. მე იმედი მაქვს თქვენ ხარდაჭერის და საზოგადოების ხარდაჭერის.